მოგესალმებით ყველას, დაბრუნდი ისე მაფია 2-ის ვიდეოთი, მაგრამ თამაშობ უკვე ჯოუს თავგადასავალს ისე რა თქმა უნდა, ძალიან უცნაური მანქანით ხოდა შორის, იმიტომ რომ ის მანქანა ძალიან დავამტვრიე რა და შემეზარა რომ წამიყვანა კიდე რაღაცა გასაკეთებლად, მე კიდე აქეთ მეტარებია და ვიფიქრე ბარემ წავალ სახლში, იმიტომ რომ სამი სახლი ხომ მაქვს და რომელიღაცაში მაინც იქნება ერთ-ერთი მანქანა, რომელიც მისიიდან წავიყვანე და ნუ მისია შავაბარეთქო რა, მაგრამ არ იყო არც ერთი. წინაზე მისია გავაკეთე, ოღონ ვიდეოს გარეშე ვაკეთებდი მაგ მისიას და ძალიან მაგარი მანქანა იყო ერთი დაახლოებით ესეთი იყო რა, ოღონ დიდი კომპრესორია და თავზეთ რაღაც მე მგონი კომპრესორი იყო ხო. და ნუ შევიყვანე გარაჟში, მაგრამ არ დამხვდო რა სახლში და ეგ ძალიან გამიწყდა, ანუ ჩემი სახლის გარაჟში არ იყო ეგ მანქანა. ძალიან ბევრი მისია გავაკეთე, რაღაცა 2 საათი მე მგონი მისიებს ვაკეთებდი და დაახლოებით უკვე ვარ 100-დან 60%-მდე, ანუ ეგრე მაქვს დახურული ეგ თამაში. მე შეგვიდით რომ მეთქი შემდეგ ვიდეოში დავხურავ თქო, მაგრამ სამწუხაროდ ეგრე არ გამოდის, იმიტომ რომ ნახე ახლა როგორი თემა არის აქ, ყველა მისია მაქვს შესრულებული, ყველაფერი გაკეთებული მაქვს, უბრალოდ დარჩა ერთი ეს მისია, რომელსაც ქვია სუპერმარკეტი. ხო და იმისათვის რომ გადავიდი ან სხვა მისიები დაიწყოს, მაშინ უნდა გავიარო ეს მისია. ამ მისიის მერე კიდე დამატებითი ცალკე მისიები იქნება ალბათ და მერე მომიწევს უკვე რომ გავაკეთო ბოლო მისია. ხო და მაშინ ახლა მომიწევს რომ გავაკეთო ისეთი რაღაცა, რომ ეს ვიდეო შევინახო, როცა ამ ერთ მისიას მოვრჩები. არ დავდო და არც დავაედითო და როცა უკვე გავაკეთებ იმ სხვა მისიებს და მერე თავარ მისიას ამოაგდებს, მერე კიდე თავიდან დავიწყო ვიდეო შეწერა და ეს და ეს ვიდეო ერთმანეთს შევაკვეხო და ნუ ეგრე რაღაცა გამოვა ალბათ, მაგრამ ეგ იმდენ დროს წაიღებს ფიზიკურად, რომ არ მიღირს რა ხო ხდებით და ემედია რომ გამიგებთ. ხო და ეგ არის და ეგ რა, ეხლა წავალ, გავაკეთებ კიდე ამ თავარ მისიას, მარკეტში მივდივარ, ეს არ ვიცი რა მანქანა არის, საერთოდ რაღაც ძალიან უცნაური შეხედულება კი აქვს, არც მინახავს არასოდეს და ვერ გეტყვით იმას, რომ რომელიღაცა რეალური მანქანის დიზაინის შემდეგ ან დიზაინიდან გამომდინარე ააგებს თქო. იმიტომ რომ ძალიან უცნაური არის. ცოტა კი მეცნობ რაღაცა Dodge-ს გავს თითქოს, ძველებურ Dodge-ს, მაგრამ ეგეც კიდე არ არის. აი თუ იცით, მოიცა გაიცი იქეთ, გაიცი. თუ იცით მანქანები რო არის, ხო იცი, აი ელო მაკვინი და მსგავსი რაღაც მულტფილმი რო არის, ეცოდინებათ ეხა ყველას. აი მანდ არის ერთი ლურჯი მანქანა, რომელიც არის თუ ავსდები Dodge. და იმას წააგავს რაღაცით რა, ანუ ცოტა ფორმით წააგავს, მაგრამ იმდენადაც არა. აქ ეხა არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ, მე მგონი მაღაზია უნდა გავზარდოთ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მისია. ავანახოთ. ხო, ნუ მაღაზიას ზარდოთ რა ფაქტიურად, ესეთი ადგილები არისო რა, მაღაზიები ქვიაო, სადაც გოგუები არიანო და უიმე. და ბევრი ფული იშოვებაო. არის ერთული იქნებაო გადარსვაო და მარტივად გამოვალთო რა, ოღონ ბევრი ფული თუ. მე მგონი არც ისე მარტივად გამოვდივართ. ეხლა თავს ამოყოფს რაღაციდან. ხო თქვი რომ მეთქი თავს ამოყოფს რაღაციდან თუ. ეს პოლიცია არა, მე მგონი დაცვა არის, ხო? ტომიგრანის ტყუები გვინდა, ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა აქ ნახო რამდენი მაქვს 150 კარგია. მოიცა ამ ხელა მაღაზია არის კაცო, გარედან არ ეტყობოდა და რა ვიცი. მე მგონი რევოლვერი ჯო, ანდა მოიცა ერთი სნაიპერი, ავაცილე ეგეც, მალადეც მე. უფრო სნაიპერივით ვისვრი პისტოლეტებით და ეს ნახესა და ეს ერთი უკვე გაქრა, მეორე გამოყავი ეხა თავი რას ემალები ან დანებდით მაინც ეგრევე, ხო ვიცით რომ აზრი არ აქვს და მაინც მოგვდებით. ეგ არის, ვსო. აბა წამო მოვიშორეთ მე მგონი ყველა. ეს ერთი მაინც დარჩა. სეიფი უნდა გავზარდოთ? ხედავ შენ, ოფისში იქნებაო და კაი აბა. კაცინი არის, კიდე კაი. მოდი შენ აბიჭარო აგო, სად არის სეიფის გასაღები? ხელში უკავია. ჯობია რომ ლაპარაკი დაიწყოს, რამ შეგიძლია ლაპარაკიო. პოლიცია მოვიდითო რა და გარე გამოდით ხელება წეულიო. ჯო შენ პოლიციას მიხედავ და მე ამას მიხედავ. რას უნდა მიხედო, კაცო, შენ მაგას წემ. პროსტა წემ რა. აი რე, სნაიპერი აგრე. იცი? 98. ეს ხომ მქონდა? არა, ეს უფრო სხვა იარაღია კიდე. მე ეს რა მაგარი იარაღია მართლა. სამწუხაროდ ერთი ლიმონკა არ მაქვს გრენეიდი, თორე შეუგდებდი ეგრევე. ეს რა კაი მანქანაა, კიდე ალბათ გათამაშება არის, სანამ ეგეთი.
4 თუ 5 კაცი დარჩა. ეხლა უკვე 4. ერთი აქ არის მე მგონი. გამოყავი თავი, ეგ არის. აი, ძმა მოკვდა ეგ ეხლა და რანაირად უნდა გააგებიო, ან რანაირად ათქმევინო, მაგას სეიფის გასაღები სად არის? და ერთი კაცი დარჩა აგერ. ვსო, ეგა. თქვა. კიდე მოდიან. ბიჭო. ეს FBI-ია? განსხვავებულები არიან უფრო ახე, ზმანი უფრო სხვა აცვიათ. ის SWAT-ია, SWAT-ი. ძმა, გავიქეცით მალე, ამათ ვერ მოკლავე. უნდა გავიქცეთო, კაი კაცო. ხوار მეღადავები. აუ. არ მოკლან, ძმა, უკან წავიდეთ სადმე. მან კარი გააღო ვაფშე. მოდი სნაიპერით გავიდეთ კიდე, იმიტომ რომ ეს მე მგონი ბევრს დააკლებს ამათ, რაღაცა ერთ წამში კლავს იმათ. აჩვენე რა შეგიძლიაო, როცა კაცი მოვიდა ფაქტიურად გვერდი გაუარა ამას და ეს არ ესვრის. ერთი კაცი მოკლა და შეხედეო, ერთი მოკალიო მეო. რა მაგარი პერსონაჟები არიან, აქ ესე იგი რა. კაი, წამო ორი კაცი დარჩა. გამოგარი მალე. იმ მანქანაში უნდა ჩავჯდეთ? ოპა. თან კაგრას ვიზახოდი რომ მეთქი კაი მანქანა არის, ეგ თქო და როგორ ჩანს ეს უნდა მოვიპაროთ. ერთი ეს დარჩა აგერ და ვსო, ეგ არის. არ მოკვდა. რა ბრონიშირეთი გაცვიათ ეგეთი. გადი. ეხლა ვიტო არ აკავთ აქ და რომ ვინ უნდა ატაროს კარგად ეს მანქანა, როგორ დაგხოხავთ? იმის სახეს აჭირდა. დავით. ოთხი ვარსკვლავი არის, თან ავტომატური იარაღების გამოვიყენოთ თუ საჭირო იქნებაო. კაი ესა მანქანა შეუროლდი არის მე მგონი ესეც უბრალოდ გადაკეთებული ექნება ხა სახელი აქ რა თქმა უნდა. შეთომ გზას მიკეტავს აქ. რეალურად მისიანი რა მოხდა იქ. მისიანს დაეტაკა რეალურად. ერთი კიდე რაღაცა რაც ვისწავლე აქ არის რომ თუ ვიღაცა მანქანას უკან მისდევ ესე და უცებ მერე დაუსიგნალე ეხა არ იმუშავა. რო ისვენებდი ტარება დაგავიწყდაო და ხო ეგრე გამოდის. საბურავები გამიხეთქეს ამათმა. ეხლა საერთოდ მივიდე გარაჟში თუ პროსტა უნდა გავიქცე. ხო და რასაც გეუბნებით ან რო დაასიგნალებ, მანქანები გვერდზე იწევიან და გზას კითხვობენ. დაახლოებით იგივე მომენტი არის, როდესაც პოლიცია რომ მოგზდევს, როცა გაიგონებენ პოლიციის მანქანის ხმას ხო გარბიან ხოლმე ისინი ან გვერდზე იწევიან და იგივეა დაახლოებით ესეც რა, თითქოს ფიქრობენ იმას რომ გეჩქარება. ეს ვინაა კაცო, ესენი ახლა განგსტერები არ იყვნენ აქ. ვსო, ეს მისიაც გავიარეთ მე მგონი. რა ხდება? მოკლედ არ მინდაო რა კარგი ასასმის განადგურებაო, შენ ხო არ ყიდულობ ამასო? ვისაზრობენ? რამდენჯერ უნდა გითხრათ? წესიერი ხელსაწყო იყიდეო და არა ესეთი იდიოტობაო. ეს ვინ არისო? ეს ჯო არისო. ვიზეც გეუბნებოდიო. როგორ ხარ ჯო? თქვენ კარგი სამსახური გამიძიეთ ამეო. უფრო მეტი სამუშაო მაქვს შენთვისო. და თუ მაგას გააკეთებ, მაშინ გურინოსთან დიალოგი მექნება შენთვისო. შენ სასარგებლოთო რა? კი, რატომაც არაო. მე და ესო კიდე ეგრე შევალთო რა და აიო, ცოტა ხანში გნახავთო. რა ხდება ბაკ? ვინ არის ეს ტიპი? ეხა გვაჩვენეთ ვინ არის. რა უაზროდ იციან ხოლმე ამ სერიალებში და თამაშებში კიდე ამის დამთავრება მაინტერესებდა ვინ იყო. შეიძლება ნაცნობი პერსონაჟი არ ყოფილა იმდენად და მაგით არ გვაჩვენეს, მაგრამ არ ვიცი. ჩემი მანქანა სადაა კაცო? და ერთი წამი ორი მისია გაიხსნა, ხო? ხო, ეს ორი გაიხსნა. დიდი ვარავდით ეხა ეს მისიები არის იმ ადამიანის, ანუ ეხა რო გველაპარაკა. რო რაღაცა სამუშაო მაქვსო შენთვისო და ეგენი უნდა გავაკეთოთ და
მერე უკვე ვსო. ესე იგი, რა ხდება ეხლა? აგიხსნით რაღაცეებს უცებ, იმიტომ რომ თოდა ჭრა იყო იქ. აქ კარი არა და რა გააღო და რა დაკეტა არ ვიცი, მაგრამ კაი. მოკლედ, ვიდეოს ვიღებდი ჩვეულებრივად ვაპირებდი რომ გამეკეთებინა ეს მისია, მაგრამ მაგ მისიის გაკეთებამდე ანუ რაღაცა პატარა გვერდითი მისია რა იყო, ოღონდ მთავარი არა. თქვი ეგეთი რაღაცა რომ მეთქი ეხლა მინდა მე რომ დავამთავრო ეს თამაში ამ ეპიზოდში თქო, მაგრამ ძალიან ბევრი კიდე გვერდითი მისიები უნდა გავაკეთო მაგისათვის თქო. ხო და როცა ვაკეთებდი და ანუ პროცესში ვიყავი მაგ გვერდითი მისიის გაკეთებისა, შემოწყვეტინე ვიდეოს გადაღება, ანუ მე მარტო აღარ ვიყავი უკვე და მაქედან გამომდინარე მომიწია რომ ეგ გვერდითი მისიის ნახევარი ფაქტიურად ამომეჭრა და მეთქი თუ ეხა ნახევარი უნდა ამოვჭრა მისიის, ბარემ მარჯობია რომ რაც გავაკეთე მთავარი მისია, ეგ შევინახო, ეგ გვერდითი მისია ამოვჭრა და საერთოდ გავაკრო ვიდეოდან და ბარემ გავაკეთე სხვა გვერდითი მისიები და როცა გამეხსნება უკვე მეორე მთავარი მისია, ანუ ეს მერე იმ წინა მთავარ მისიას და ამ მთავარ მისიას ერთმანეთში გავაერთიანებ თქო რა. იმედია მოგხდეთ ეხლა რასაც გულისხმობ. რომ მერე უკვე ერთ ვიდეოში დავამთავრებინა ეს თამაში და არა კიდე ორში და კიდე სამში. და ეგ არის და ეგ რა. მაგიტო იყო ჭრა. ესე იგი, ეხლა ვაკეთებთ უკვე ჩვენ თუ არ ვსწრები ბოლო მთავარ მისიას, იმიტომ რომ 80%-ზე ვარ უკვე, ანუ 80%-ით დავამთავრე ეს გვერდითი მისიები და ეს ჯოუს თავგადასავალი და მერე უკვე მოვრჩები მაფია 2-ს აი მთლიანად. ესე იგი, ეხლა ჯო ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ ეს ბოლო მისიებიო რაღაცა ვერ არისო კარგათო რა და ეხლა წავიდეო მე ბორდელშიო ესე რომ ვთქვა და დაველაპარაკო ედის და კიდე რიკოსო თუ რაღაც ეგეთ სახელი ეწერა. და პლუს კიდე დასალევიც მინდა რა ისედაცო. ხო და დაველაპარაკოთ ეხა ედის, რა მხოლოდ თავი გაქვს მაშინ რა იყო. მაგრამ საით არის ეხა ჩვენი ედი. აუ. სხვადასხვის, არა პრინციპში ამავსა რა უნდა ვთქვა. დაიგიდეთ. კაი, ედი სად არის? აი ნახე აქ მუსიკა რომ აქვს გამორთული, მე მგონი მაგიტო არ ისმის არაფერს ხმა გარდა ამ ხალხისა. და ძალიან უცნაური არის. მაგრამ კიდე გეუბნებით ეხა არ მინდა რომ კოპირაითი დამონდეს შესაბამისად ეგ არის და ეგ. არ მეგონა ამ ხელა თუ იყო, მოიცა? აბა, ახალი პროსტიტუტი გამოვიდა, ჯო მინდა იცი უკვე. ოღონ გაიხადე ეგრე არა. ხო, არ მეგონა ამ ხელა თუ იქნებოდა ეს რაღაც ესა ბორდელი აქ. იმაზე უფრო დიდი არის ვიდრე მეგონა. რა მხელა, მართლა ანუ საიდან უნდა მივიდე იქ? აქედან მეგონი გარეთ გავდივარ თუ არა? ვსო ეგ არის. მიდივართ ეხაედისთან. შეიძლება ამის მერე კიდე რაღაცა მისია მოგვიწიოს, არ ვიცი, იმიტომ რომ ეხა 80% დახურული მაქვს, არ ამგონია რომ ამ ერთმა მისიამ 20% შეავსოს ესე არ საიდან. ჯო თვალი ნუ გაგირდის. გამარჯობა ბიჭებო. აბა როგორ წავიდა? პიკნიკივით არ იყო, რა რთული იყო? კაი, მოდი მაგაზე მე ვილაპარაკოთ. ბოდიშითო რა ბიჭებო. კაი, გაწიეთ ეხა ეს ქალიკეთა, არ გვინდა. სულ აქ როგორ უნდა ვიყოთ ის ამ ბორდელში? რაღაცა თავი ჩაუგრა. წადი დასალევი მოიტანეო. რას გვიყურებს ეს კიდე თვალებში გაწიეთ იქეთ. ეხა მოკლავს ეს თუ რა სიზამს? რა ხდება კაცო აქ? ყველა მოკალი თუ რატო კაცო? ჯოუ კი ეჭვობდა ის რაღაცა ვერ არის აქ კარგად საქმეო, მაგრამ მაინც. ოის ეს უნდა მოკლა, ეს რომ იყურებდა უაზროდ. მოკვდა მგონი მაინც. რატომ აქასო პატარა იარაღი მოიცა ერთ წუთები ყველაფერში მოკვდა. აქ ბავშვი იყო ერთი გამოყავით ავება. დაგამშვიდობა ბავშვობას. ბავშვია ვაცა. მარტივითა რა. ერთი ამ ბიჭო, არ მოკლა, გადი კაცი, ოიქი დედი, რას მიგეთებ, ედი ძმა? არა და რუკაზე არ ჩანდა, რომ წითლად ხო ჩანს, მაგრამ არ ჩანდა ეგ. ოკეი, გაცოცხლდა თქო. აი, მოიცა, თქვენთვის ამაქვს ერთი ესეთი რაიფლი, ანუ სნაიპერივით რაღაცა. სადაა კაცო? ოპა. ცოცხალია. რას ელოდებიო, რა გინდა კაცო რა? სადა ხარ? სადა?
ეს არის? არ ვიცი, არ რას ელოდებიო, მიზახის და რას უნდა ველოდებოდი, კაცო, მესვრიან და რა გავაკეთო? აი, ეხა ეგ როგორ არ ხდება? სო ეგარი. შეიძლება აქ არის სადმე შესული და აქედან მეძახოდა. აგერ არის ხო, აი, ედი. პრინციპში კი არ მახსოვს, ედი გღალატობს. ედი გღალატობს თუ არ გღალატობს? პრინციპში არ ამგონია, ედისთან წესი ახლოს უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცაში დავდახმარეთ ედის. არა, მართლა გეუბნები, ისტორია დიდად არ მახსოვს. გადი ხალო იქით, გადი რას? ხელს მიშლიან ესენი. ესე იგი მანდა მაინც ლიფში უნდა ჩაუკუჭო ის რა ქვია ფული რომ გაიწეს და არ შემიშელოს ხელი როცა ვესვრია მათ. ჩემი საუკეთესო ბორდელი იყო ესო არადაო და ეხა ფაქტიურად მოგვიწია გარანტირება. ეხა ბორდელს ვეღარ ნახავს, აი ეგ ერთი საჯავრებელი აქვს მარტო ეგ რომ ბორდელი აღარ ექნება აწი. აი ეხა რა სპაუნდებით ამდენი თუ რა ხდება? ეს კიდე გაჩნდა არ საიდან. აუ ისე Red Dead Redemption-ის თამაში კი მინდა, დახურული მაქვს, აი ძალიან დიდი ხნის წინ და მეორეჯერ კიდევ ხურავდი და ნახევარზე კი გავედი, მაგრამ ეხა დახურული რომ მაქვს, რავი რა აზრი აქვს. წავედი ჯო გავაკეთოთ იმასო. სხვადასხვა achievement-ების მაძლევს აი რაღაცა მიღწევები რო არის, Mind the Goods და რაღაცა ეგეთი რო დაეწირე ხო ქვემოთ. ეგ Steam-ის გამო არის ეგრე და ძალიან იშვიათელი როგორ ჩანს. კაროჩი წადი და მიხედეო რა და შენ არ მომეხმარებიო? არა, მე აქ უნდა ვიყო, ვიღაცა უნდა დარჩესო აქო. შენო მაგათ მიხედეო, მე კიდე შენ მოგხედაო. გვირდებიო რა. აუ მე მგონი გაიქცევა? წავიდა მგონი უკვე. აბა ჯო. ხო და მაფია 3-ს რაც შეეხება, გადავალა თქვა უნდა. ანაი დამინახეთ კაცო, ჯერ შემოსულა რა. ეს მახსოვს, ვიტოსთან ერთად ვიყავი აქ. ვერ შეგვიდებით რომ აი მალე დავიწყებთ ხო რა, ანუ ამას რო დავამთავრებ ეგრევე დავიწყებთ ხო. იმიტომ რომ კიდე გეუბნებით გამოცდები მოქვს ეხა და მიუხედავად იმისა რომ ეხა უნდა მეცადინეობდე, გადავწყვიტე რომ ბარე მეთქი ჯანდაბას დავამთავრებ ამ მაფიას თქო, იმიტომ რომ დიდი ხანი გრძელდება უკვე ძალიან და მაქედან გამომდინარე. და როცა უკვე მოვრჩები ასე თუ ისე ყველაზე რთული გამოსა რაც არის ამ ლიტერატურა, მე უკვე გადმოვწერ გაგრეს მაფიასაც. ხო და მაქედან სად მესვრია, საიდე ერთი აქ არის ვიცი, მაგრამ მეორე კაი მოდი ავიდეთ ერთი ზემოთ, ერთი ამოთ. თუ მოვკი. ხახო არა ვარ, მეორეჯერ ვამოვიდე. აუ თავი ბათელფილდში მგონია და ვცდილობ რომ ჩავიხარო რა. გამოყავი თავი. შენ არა ამონ. ეგ არის, ვსო. არა გავრისკე, მაგრამ ჩობი. გავრისკე და იმუშავა თქო, მაგრამ კიდაღამ არ იმუშავა. მოგელ ერთი კაცი არის ხა აქ დამასას უნდა მიხედო, პრობლემაა. ტყვია რა ნელა მიდის, აი ხედავ ტყვიას როგორ მიდის, აი, კიდე. გამოყავი თავი. ხო და achievement-ებზე ანუ მიღწევები არის თქო, მეთქი იქ რო ამოაგდო, ისეთი იშვიათი ყოფილა რომ რა არის? პროჯექტორი გაგზმა თუ რა არის? ვაფშე არ შევეგა. იმდენად იშვიათი არის. ეს თამაში Steam-ზე რა ვიცი, რამდენს ექნება ნაყიდი, შეიძლება 50000 კაც მაინც ქონდეს ნაყიდი ან რაღაცა ეგრე და მაგ 50000-დან ჯოუს თავგადასავალი ნათამაშები აქვს რაღაცა 4%. აი წარმოიდგინე რა იშვიათი არის. თავარი მისიების ეგეთი მიღწევები არის, ან რო ვიღებდი რა, მაგ მიღწევებს ეწერა ეგ თუ აი რამდენ პროცენტს აქვს ეგ. და იყო რა ვიცი 70% რო აი 70% მოთამაშეებს ანახური აქვსო ეს თამაშიო, მაგრამ რა შეიძლება ჯოუს თავგადასავალს, ანუ იმდენად იშვიათი არის ადამიანი, ვინც ამ ჯოუს თავგადასავალს თამაშობს და ბოლომდე ხურავს, რომ აი 2%-ო და 3%-ო და ამდენსა აქვს მსოფლიოშიო ეგ მიღწევები რა. რაც იმას ნიშნავს, რომ არა მარტო პირველი ქართველები ვართ, მე მგონი ვინც ამ თავგადასავალს იღებს, ასევე ძალიან იშვიათი ვართ
უცხოელებშიც კი. ვინც ამ თავგადასავალს თამაშობს. იმიტომ რომ მოსაწყენი არის ეხლა რა თქმა უნდა, ჩემი აზრით. უმეტესობა მისიები თან 3 საათი თამაშობდი, მე მგონი დამატებით მისიებს, აი ვიდეოში რო არ ჩამეგვეხებინა. აი ესეთები რო იყო რა, წადი ეხლა იქეთ, მანქანა მოიყვანე აქეთ, მე იქეთ კიდე მანქანა რაღაცა გააკეთე, მე კიდე ვიღაცა მოკალი, აი ძალიან უცნაური და ცოტა უაზრო მისიები. და მაგას ვაკეთებდი 3 საათი, რომ მოსულიყავი აი აქამდე. და იმედია რომ დღეს დაიხურება. დიდი იმედი მაქვს. კაი, შეინახა, ეგ იმას ნიშნავს რომ კიდე ეხლა ვიღაცა კაცი გაჩნდება. ბიჭო. ეგარი? ანუ მიზანი რა არის ეხლა ამის? ვერ მივხვდი. ის უნდა მოვკლად ის ტიპი, მაგრამ ის ტიპი აქ რატო გაჩერდებოდა საერთოდ? აუ, ეგ საიდან მოდის ეგ განათება? აუ. თვითონ გადეხეს, ეთყობა რიკოშეტი იყო ან რაღაც ეგეთი მსგავსი და მაკედან გამომდინარე გაწყდა, არ ვიცი. მაგრამ საინტერესოა. აუ, აი, ეხა მოკლედ ომიგანი ამოვიღოთ. დავიკიდოთ ყველაფერი და დავსხოთ ამან. ერთი კაცი დარჩა. ეგრე, всё. მალე კიდე მართლა სამერსეილი მოდის, ანუ საზაფხულო ფაზეკლებები იქნება Steam-ზე ძალიან ბევრი. და აი, ვაფშე ყველა თამაში იქნება ფაზეკლებული. ვაფშე ყველა ეხა არა შეიძლება რომელიმე პაბლიშერი, ანუ ვინც არის გამოქვეყნებელი თამაშების, ზოგიერთი იკავებს ხოლმე თავს და არ აქვეყნებენ თამაშებს, მაგრამ მაინც. ხო, აი ეს უნდა მოვკლათ აგერ ეს ტიპი. შედაშორის ეს მთავარი მისიიდან რო გიხართ მეცნობა თქო მოგატყუებთ. ნუ პრინციპში ბევრი რაღაც არ მახსოვს ახლა მთავარი მისიიდან სამწუხაროდ, მაგრამ ეს ტიპი ვით უმეტეს არ მეცნობოდა. ამას ბრონიჟილეტი აწვია თუ რატო არ გვდება? მეც არ გვდები პრინციპში, ან მე მგონი ჩეთი რომ მქონდა ჩაგდებული რამდენიმე ხნის წინ, ეგ გამოყვა კიდე. ამასაც ბრონები აწვიეთ. მე ვიცი, თავში რო გავარტყა, მაინც არ მოგდებიან? თავში რო გავარტყა, მოგდებიან. ანუ ისეთი რაღაცაა, წინაზე რო პოლიცია ფედერალური ბიურო რომ მოვიდათ, რავი, რაღაცა ფედები რა, წესნაზე. და არ გვდებოდნენ ისინი მალე. იმათ მე მგონი ჩაფუტებიც ჰქონდა სხვადასხვის. ნუ ეგ არის რა, ანუ კიდე გეუბნებით, ისტორია იმდენად არ მახსოვს, ამიტომაც ვერ ვიხსენებ ეს კაცი საიდან არის. ან ედიმ ბოლოს გვიღალატა თუ არა, არც ეგ არ მახსოვს. მე მგონი არ უღალატია, იმიტომ რომ ედისთან მუშაობდით სულ ჩვენ. მაგრამ ეგ შემახსენეთ კომენტარებში. და ვისაც გინდათ აი მაგ სამერსეილზე 26-დან იწყება, მე მგონი და 2 კვირა გაგრძელდება ალბათ, აი ძალიან დაბალ ფასებში იქნება ყველაფერი. შეგიძლიათ იყიდოთ ეს თამაშიც. ძალიან დიდი შეცდომაა. შენ რო რამე გქონდესო, ანუ აზრიო, რა კალო რასაც იზამსო. ამას ფეხებზე კიდია, აი მე დაგელოდებიო რა შენ ხომ აი ჩამოვარდა ის, ხომ უნდა გადაგარჩინოსო ვიღაცამ შენო. და ნუ რა ვიცი, სვამს აგერ და ფეხებზე კიდია. აი რო უკვდებოდეთ ეხა, ან რომ მოუკვდეთ, ან როგორ გაიგებს ეს პრინციპში გავაკეთეთ თუ არა საქმე. მე ხა კი გაიგებს, იმიტომ რომ გადმოვაგდეთ ფაქტიურად იქედან და ხო, მოვყალეთ ესე იგი. ეს ჩვენ რო არა ვართ, მაგაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ ნუ ეს კიდე ხმა რო არის, მის ძალიან ცუდი არის. შეიძლება მუსიკა ურევია და მაგითო. ჯო, გადმოხდი შენც, დაგიჭირს. მართლა ხდება? არა ხდება. რა ქენიო, ბიჭო, აი ეგ რამ გვეკითხებიაო? კაი, ნუ კიდე მუსიკა სამწუხაროდ არის მის, ეს მაიმუნი ტიპი არის, აი, ეგ მახსოვს რომ ეგ ღალატობს და კიდე რაღაცა ძალიან ცუდ რაღაცებს შარიჩობს, ცუდ რაღაცებს კიდე გვაკეთებიოს. პრინციპში მაგას თვალებზე ეთყობა თითქოს, ძალიან კაი. ეგ უნდა ექნა ჯოუს ნამდვილად. მაგრამ ეხლა რა ხდება, ხო ამოიღეთ ვიღაცამ თორე და დავმუნჯდი. მოვჩით. ვახ, ნუ გილოცავთო, მოვჩით თქვენ უკვე ჯოუს თავგადასავალს, ეხლა შეგიძლია უკვე ითამაშოთ ყველა მისია, რომელიც გინდათ, რაც დამიჯერეთ, რომ არ მინდა. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი თამაშობდი ხამ ყველაფერს და თავიდან ეს მისიები რო გავაკეთო, გადავირევი. როგორც ხედავთ, ყველაფერი გავაკეთე აბსოლუტურად, რაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო გაკეთებული აქ. მოდი ბარემ ფოტო გადავიღოთ ესე.
და ვსო, აღარაფერი აღარ დარჩა. ანუ 100%-ით მოვჭით ჯოუს თავგადასავალს. როგორც ხედავთ, კიდე ჯოუ გამოიყურება ძალიან კარგად. აღარა ვართ კიდე ძებნილი, ასევე კარგი არის და ფული გვაქვს 27000-ით თითქმის. 27000-ით ბევრი რაღაცა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ხო, აი ძებნილიც არა ვართ. მაგალითად რა გავაკეთოთ ახლა მაგდენი ფულით. განსაკუთრებული არაფერი არა ახლა აქ, სადაც შესვლა მინდა. მოდი იარაღების მაღაზიაში არ ყოფილა შესული არასოდეს და შევიდეთ და ვიყიდოთ ყველაფერი რაც აქვს და მე კიდე ვიდეოს მოვრჩევი. ნუ მაინც ინტერესის მხრივ, თორე ახლა მე კი არ მინდა აქ შესვლა. მე პირიქით მიხარია რომ საბოლოოდ მოვრჩით ჩვენ მაფიას. იარაღი გინდა თუ ტყუებიო და ორივე, მაგრამ შენ ტყუები ვიყიდოთ ჯერ. შენ არაფერი არა გაქვს ახლა ისეთი რაც მე არ მაქვს. ყველაფერი მიდევს ჯიბეში. შოტგანი არა მაქვს ერთი მე მგონი მარტო. პრინციპში სადა მაქვს მართლა ეს იარაღები შენახული. ერთი ეს რაიფული მაქვს, შოტგანი მაქვს, სამი სხვადასხვა პისტოლეტი მაქვს, ყველაფერი ჯიბეში? აი რაღაცა ხომ ესენი გამოკიდებას აპირებდნენ ჩემზე, მეგონა რომ ძებნილი აღარა ვარ და. პოლიცია. ხო, არა, აღარ მოძებენ. კაი, მოკლედ. არა, მადლობა ძმო, არა, ოღონ არ გავამეკიდო და არ დავეძებ. მოკლედ, იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ, იმედია რომ მოგეწონათ მთლიანად ეს თამაში. ფაქტიურად უკვე მეორეჯერ დავხურეთ, ოღონ ერთი ვიტოთი, მეორე კიდე ჯოუთი, რაც კიდე გეუბნებით, იმდენად იშვიათი არის, რომ არავის არ აქვს ის განაკეთები და არავის არ აქვს თამაშები ჯოუს თავგადასავალი. არ ვიცი საქართველოში რამდენსა გაქვთ, ბევრმა მითხრა რომ ითამაშეო. და მე მგონი ბევრმა არც იცოდით კიდე თუ რაზე იყო და როგორ იქნებოდა ეს ჯოუს თავგადასავალი, იმიტომ რომ მითხრეს ჯარის დღეები იქნებაო ზოგიერთმა. მაგრამ მეც ეგრე მეგონა პრინციპში, თუმცა ეგრე არ აღმოჩნდა არანაირად. ერთ სიტყვით რაღაც მოვრჩი მაფია 2-ს, რაღაცა 22 საათი ვთამაშობ, მე მგონი ჯამურად ამ თამაშს და კარგია რომ ბოლო-ბოლო დავასრულეთ. რაც შეეხება მაფია 3-ს, კიდე გეუბნებით, ცოტა ხანი დამჭირდება, რამდენიმე კვირა, შეიძლება 1-2 კვირა დამჭირდეს, სანამ დავიწყებ მაგ თამაშს. იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, მინდა რომ მოვრჩე ჯერ გამოცდებს და როცა თავისუფალი ვიქნები უკვე სამსახური თუ ვიშოვე, ეგეც კიდე კაი არის. აი მე უკვე დავიწყებ მაფია 3-საც და ნელ-ნელა შეძლებს დაგვარად მაგასაც მოვრჩები და ნუ დამიწყებთ მე კომენტარებში რომ აუ ძმაო შენ 3 თვე ხურავ მაფია 3-სო. არა მაქვს დრო და მაგიტო არის ეგრე, თორე ხა ფულს რო ღებულობდი აქედან დავხურავდი ერთ კვირაში, რა პრობლემა არის. მოკლედ, მადლობა ყველას ვინც უყურა ამ ყველა მაფიას, ან მეორეს და კიდე პირველსაც და კიდე ჯოუს აგვედასავალსაც, ეხლა წავედი, წარმატებები ყველას და დროებით.